ხმარო გაჩერდა შემდეგ დიდი ყურის შემდეგ ხმარო გაჩერდა სამართლებრივში მოვიდა ასასა და ბიჭი წაიყვანეს გუშინ გავიგე რომ ბიჭი გაეცვა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ირაკლი ტატუნაშვილი სასამართლო პროცესზე ყვება, როგორ გახდა პოლიციის განყოფილებაში წამების მსხვერპლი მისი კოლეგა და მეგობარი. მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი ალან ყაყიდაშვილი პოლიციის შენობაში დაკითხვიდან უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ალანთან ერთად დაკავებული ირაკლი ტატუნაშვილი ყვება, რომ ის პოლიციელებმა სასურველი ჩვენების მიღების მიზნით სასიკვდილო დაწყნეს. ჩემი მეგობრის ალანის ყურილი მომისმა, ბოდო ჩამიყვანეს. ჩემი მეგობრის ალანის ყურილი მომისმა. რაც მან ხმას ყოველთვის გავარჩევდი, რომ დიდი ხანი მე რას ვიცოდო მეგობრად. ცხონებულს. ყურილი განცილებული ხმა მისმოდა. თბილისის მერიის ორი თანამშრომელი, ალან ყაყიდაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი პოლიციამ გურამიშვილის გამზირზე 6 ივნის მერიის თანამშრომლების кейფის დროს მომხდარი ჩხუბის ფაქტზე დააკავა. ორივე აქ გლდანი ნაძალადების პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ტატუნაშვილს ბრალი 126-ე ძალადობის მუხლით წაუყენეს. სასამართლო პროცესზე, სადაც აღკვეთ ღონისძიებას უფარდებდნენ, მერიის თანამშრომელი ყვებოდა, რომ ის პოლიციამ აწამა. სასტიკად გამოსული პოლიცია. აღწერეთ როგორ და რანაირად მოხდა ეს ყველაფერი. განყოფილებაში მომიყვანეს ბაღში, სადაც 6 სული მაინც იქნებოდა მაღალი თანამდებობის პოლიცია. და რა ხდება, როგორ ხდებაო, მეოთხე რამ მოხდა და მაგის მერე დაიწყო თქმა მუშტების, ციხლების. რავი, ისეთი რაღაც გამოცდილებაში მაგდენ ხელი არ მოხდიან არასოდეს. თბილისის მერიის თანამშრომელი პროცესზე ამტკიცებდა, რომ მის წინააღმდეგ პოლიციამ წამების ყველა მეთოდი გამოიყენა. შემდგრენ ძმები დაბლატამავდეს, ძმები დაბლაცებდეს. დივანზე ადოდნენ და იქიდან მახდებოდნენ. გვერდებში, ახში ყველა თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების საბედისწერო წვეულება გურამიშვილის გამზირზე, რესტორან მეგობრებში 6 ივნის გაიმართა. кейფი უკვე დასასრულისკენ მიდიოდა, როდესაც ჩხუბი დაიწყო. რესტორნის მენეჯერი გვიყვება, რომ მერიის თანამშრომლების ჩხუბის დროს ერთი დაჭრილი რესტორნის გარე პერიმეტრზე დაინახა. აი, წითელი მანქანა რო დგას, ხო ხედავ? ხო. სადღაც აი იქნებოდა ჩხუბი. რო გამოხვედით სად იყვნენ? რო გამოვედი, არავინ აღარ იყო, კორპუსს ნახურებდნენ ქალები. და ერთი ბიჭი იყო, ის დაჭრილი ვინცაა რა, მარტო. 6 ივნის ღამის 23 საათსა და 33 წუთზე რესტორნის გარე ფასადზე დამონტაჟებულ ვიდეო მასალაში ჩანს, რომ ალან ყაყიდაშვილი ხელს სუფრის კიდევ ერთ წევრს და კოლეგას სმო უსოიანს არტყამს. მალევე ხელჩართული ჩხუბი იწყება და საქმის გარჩევაში ერევა ირაკლი ტატუნაშვილიც. 23 საათზე და 34 წუთზე ჩანს, როგორ ურტყამენ ხელს ალან ყაყიდაშვილს, უსოიანი და მისი თანხმლები პირები. 23 საათზე და 34 წუთზე პირველი კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ალან ყაყიდაშვილი ბასრის საგნით კისრის არეში ჭრის დიმიტრი სადოევს. ამის შემდეგ დიმიტრი სადოევი ირაკლი ტატუნაშვილს ხელს ძლიერად უქნევს, რის შედეგადაც ტატუნაშვილი ძირს ვარდება. რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილიდან ტატუნაშვილი ყაყიდაშვილს გამოყავს, ხელს ხვევს და ისინი შემთხვევის ადგილს ტოვებენ. ამ ვიდეო მასალის გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ ყაყიდაშვილს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები არ ჰქონდა. დამოუკიდებლად შეეძლო გადაადგილება და ჩხუბის ადგილი ფიზიკური დაზიანებების გარეშე დატოვა. ერთ დაჭერდა მარტო სასწრაფო, ხო, მაგას მეუბნებით. ანუ შესაბამისად სხვა ადამიანს გადაყვანა არ დაჭერდა. აქ არ მოხდა. მხოლოდ ერთი. სასწრაფო დახმარება ადგილზე მიდის, თუმცა სამედიცინო ჩარევა მხოლოდ სმო უსოიანს სჭირდება. ალან ყაყიდაშვილი და ირაკლი ტატუნაშვილი ტერიტორიას საკუთარი ფეხით ტოვებენ. საქმეში არის სხვა მასალები, კერძოდ ვიდეო მასალები, სადაც ჩანს ჩხუბის მიმდინარეობა და აი რაიმე საგანი რომ მოხვედრო და ან ძლიერად დაცემულიყო, ან რამე მსგავსი, არაფერი ამ ვიდეო ჩანაწერებში არ ჩანს. უბრალოდ რამდენჯერმე ხდება ხელი სახის მიმართულეში, სახის არეში და სულ რაღაც 2-3 წუთში სრულდება ეს ჩხუბი, რის შემდეგაც მიდიან უკვე გორის მიმართულებით.
ირკვევა, რომ რესტორანში მომხდარი ჩხუბის შემდეგ მერიის ორი თანამშრომელი გორში მიდის. ირაკლი ტატუნაშვილი ამბობს, რომ მის მეგობარს, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან მომაკვდავი გაიყვანეს და კლინიკაში გარდაიცვალა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება არ ჰქონდა. თბილისიდან გორში ისინი ტაქსით გაემგზავრნენ და ყაყიტაშვილის ოჯახში მივიდნენ. მოგეხსენება დღევანდელი იყო მეროტი და თავზე არაფერი არ ეთყობოდა საერთოდ. არც დანარტყამი ეთყობოდა, არც სილურჟე ეთყობოდა არაფერი. 2 საათის განმავლობაში და არაფერი ის. რამე რო ყოფილიყო თავზე დეფექტი. დათმისგან მიყენებული ზიანი ხო რა ხონდა სიცოცხლე ასილურჯი ჩარცევა არაფერი არ ქონდა. ჩხუბის დროს დაჭრილი მერიის თანამშრომლის მოუსოიანის ჩვენების საფუძველზე პოლიციამ ალან ყაყიტაშვილს და ირაკლი ტატუნაშვილს გორში ჩააკითხა. მერვე განყოფილების თანამშრომლებმა ისინი თბილისში პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადმოიყვანეს. თვითონ ჩამოიტანა ეს ამავე რო თვითონ თქვა, რომ ვიჭყობეთ ხო? ეთყობა ხო რავი. და მე უკან ჩამოდის და პოლიციას მიყავს. შემოშვრისთანა. და თუ დასამალად ქონდა საქმე, სახში არ მოვიდა. სახში არ მოვიდა. რატომ მოვიდა? თუ ექიმი ჭირდებოდა, სახში არ მოვიდა. ყაყიტაშვილის მეგობრები გორში გვიდასტურებენ, რომ სახლში დაბრუნებულს მას ჯანმრთელობის პრობლემა არ ქონია და პოლიცია მის უნებელი წაიყვანა. დაზიანებები რო ქონოდა მძიმე. თავის ფეხით ჩამოვიდა და გორში? ხო, აი მაგასაც შეწერა. ძმედაზიანება და ავიწყა დილით უკვე რეანიმაციაში კაცი. ცხეთა გამოიარა, გორში სახლამდე გამოიარა, შემოსასვლელი გორმედი გამოიარა. სადმე არ შევიდოდა ემერჯენსში 112-ში არ დარეკავდა. წაიყვანე და მე დაიმე. მოვიდა. იყვანეს და მე არის ნაცარი. ალბათ. გუთმო. აი როგორ ჯანმრთელობის ჯობია ხოლმე ხალხთან ბოლო. პოლიციის მერვე განყოფილებაში ყაყიტაშვილი და ტატუნაშვილი გამთენიისას სავარაუდოდ დილის 5 საათზე შეყავთ. ამის შემდეგ ზარი 112-ზე შედის. პოლიცია სასწრაფოს იძახებს. საუნივერსიტეტო კლინიკის ამონაწერის მიხედვით დგინდება, რომ უგონო კომატოზურ მდგომარეობაში ალან ყაყიტაშვილი 7 ივნის 05 საათსა და 53 წუთზე განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყავთ. სახელი? ალან ყაყიტაშვილი. ალან. ყაყიტაშვილი. 7-ში არის შემოსული. 05:53-ზე. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი გვიდასტურებს, რომ 37 წლის პაციენტის მდგომარეობა სტაციონარში შეყვანის მომენტში უმძიმესი იყო. ყაყიტაშვილი სტაციონარში კომაში პოლიციის განყოფილებიდან შეიყვანეს. მოიყვანეს მოგონო მდგომარეობაში. გამოკლებები ჩაუტარეთ, გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, ღმერთის წინაშე მართალი ვართ, ყველაფერი გავაკეთეთ და გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი, აბა რა გითხრა, სხვას მეტი ვერაფერს ვერ გეტყვის ამ წუხად. ბლაგვის საგნის მიერ მიყენებული დაზიანებები ქონდა, მან თავის არეში დარტყმის ძლიერი დარტყმის შედეგად მიღებული დაზიანება. არ ვიცი წარმოშობის მექანიზმი. პოლიციის მერვე განყოფილებიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში უგონოდ კომატოზურ მდგომარეობაში გადმოყვანილ ალან ყაყიტაშვილს ნეიროქირურგების ჩარევა დაჭირდა. თავის არეში ოპერაცია მას კლინიკაში შესვლისთანავე ჩაუტარდა. ქირურგიულ დეპარტამენტში კი შეყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა. ნეიროქირურგები მუშაობდნენ და იწვა რეანიმაციაში. ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა თუ ერთი? არა, ორი ქირურგიული ოპერაცია არ ჩატარებია. ჩაუტარდა ოპერაცია და შემდეგ გარდაიცვალა. ანუ ერთი ოპერაცია. საქმის მასალებში დევს სამედიცინო ცნობა, სადაც წერია, რომ კლინიკაში შეყვანილმა ალან ყაყიტაშვილმა ექიმებს ჩივილების შესახებ ინფორმაცია ვერ მიაწოდა. ალან ყაყიტაშვილი სასწრაფო ბრიგადის ექიმების განმარტებით პოლიციაში იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. რა დროსაც უეცრად აღენიშნა გულისრევა და დაკარგა გონება. კომატოზურ მდგომარეობაში კი 112-ის ბრიგადამ მისი ჰოსპიტალიზება განახორციელა. პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის მიერ. ექიმის გადმოცემით ირკვევა, რომ ის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. უეცრად აღენიშნა გულის რევა, დაკარგა გონება. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი და გაკეთდა ნალოქსონი, რომელიც უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტი რჩებოდა კომატოზურ მდგომარეობაში. გამოხატული იყო ხმაურიანი სუნთქვა. საავადმყოფოში შემოსვლისთანავე პაციენტი მოთავსდა ფუნქციურ საწოლზე და დაწყებული იყო ვიტალური ფუნქციების მონიტორინგი. დაიგეგმა ოროტრაქეული ინტუბაცია.
სამედიცინო ჩანაწერის მიხედვით კომაში ყაყიტაშვილი მერვე განყოფილებაში გამოკითხვის დროს ჩავარდა. თუმცა ეს ასე არ ყოფილა. ოქმი, რომელიც გარდაცვლილის გამოკითხვას დაადასტურებდა, გამოძიების მასალებში საერთოდ არ არსებობს. გამოკითხვა ფიზიკურად ვერ იქნებოდა დაწყებული, იმიტომ რომ შევიდნენ თუ არა პოლიციაში დაიწყეს მათი ცემა. როგორც კი მიიყვანეს მაშინვე არა თუ გამოფხიზლების საშუალება, არამედ ცემეს იმაზე ძლიერად, როგორც ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ამბობს, ხოვრებაში ერთად აღებული არ მომხვედრია იმდენი და მით უმეტეს იმ ჯგუფში, რაც იმ დღეს პოლიციაში მომხვდაო. აი, წარმოგიდგენიათ და ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს ედავებიან ფიზიკურ ძალადობას, ანუ ჯგუფში მონაწილეობას, ისე რომ არავინ არ დაუზიანებია და იმ ადამიანს ედავებოდნენ და იცოდნენ და ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ორი პირი დაჭრეს. ანუ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ქვეშ მიმართ თუ ესეთი ძალადობა განახორციელეს, ანუ ჩემთვის ცოტა უკვე მოსალოდნელი და გასაგებია იმის მიმართ, როგორი ძალადობა იქნა გამოყენებული. განყოფილებაში რა ხდებოდა? ამაზე გამოძიება უნდა იქნეს აუცილებლად დაწყებული, წაგდა ვთხოვ პროკურატურას, რომ ამ საკითხს მიაქციოს ყურადღება და დაიწყოს სასახურეობრივი არამარტო კვლევა, არამედ სისხლის სამართლის საქმე. ირაკლი ტატუნაშვილი არ იყო ერთადერთი, ვისაც მერვე განყოფილებაში ალან ყაყიტაშვილის განწირული ხმა ესმოდა. გამოკითხვაზე სამმართველოს შენობაში დროის ამავე მონაკვეთში იმყოფებოდა დაპირისპირებაში მონაწილე მეორე მხარეც, რომელსაც დაპირისპირებაში მყოფი ყველა პირის მსგავსად დღეს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ყაყიტაშვილის მიერ ბასრის საგნით დაჭრილ დიმიტრი სადოევსაც ესმოდა გარდაცვლილის განწირული ხმა, რა დროსაც ის შველას ითხოვდა. სადოევის პოზიცია სასამართლო სხდომათა დარბაზში მისმა უფლებადამცველმაც გააჟღერა. აშკარა სახეზია, რომ ადამიანი ცოცხალი, ჯანმრთელი მივიდა განყოფილებაში და იქიდან გამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში, ხო? ეს ხო ფაქტია, ხო? ამას ხო ვერავინ არ გაიქცევა. ესენი იყვნენ განცალკევებული. შესაბამისად, ერთადერთი რაც შეიძლება გაიგოთ, ეს არის ხმამაღალი ყვირილი ლანძღვის. რაც დამისაბუთეს კიდევაც. მიიყვანეს თუ არა პოლიციის განყოფილებაში ცემით სიკვდილის პირას ახალგაზრდა კაცი. პროკურორი, რომელმაც ამის შესახებ მოწმის ჩვენება სასამართლო დარბაზში მოისმინა, ამბობს, რომ არაფერი იცის. საქმის მასალებში შავი თეთრზე წერია, რომ გარდაცვლილი პირი უგონო მდგომარეობაში გადაყვანილი არის განყოფილებიდან კლინიკაში, რამ გამოიწვია ამ ადამიანის გონების გარყვა. გითხარით. გამოწვევ მიზეზი. ეხლა გაიგეთ პროცესზე, რომ ნაცემია? ნახეთ. ეხლა გაიგეთ პროცესზე, რომ ნაცემია ორი პირი განყოფილებაში? და რატო იყო უგონო მდგომარეობაში? ვინ მიაყენა ეს დაზიანებები? პოლიციელები, რომლებმაც სხეულზე დაზიანებები 7 ივნის დილის 5 საათზე ირაკლი ტატუნაშვილს და სავარაუდოდ ალან ყაყიტაშვილს მიაყენეს, შაბათის ეთერის ინფორმაციით მხოლოდ მერვე განყოფილების თანამშრომლები არ ყოფილან. ტატუნაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მათ ამოცნობასაც ვერ შეძლებს, რადგან კაცი, რომელსაც 10-მდე პოლიციელი ერთდროულად ურტყამდა, თავის დაცვას ცდილობდა და თავზე ხელებს იფარებდა. ადვოკატი ამბობს, რომ განყოფილებაში მიყენებული უამრავი დაზიანების მიუხედავად, ტატუნაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა დღემდე არ ჩატარებია. ფეხებით, ხელებით, რა ვიცი, იმდენ პოლიციელი უსწორდებოდა, რომ დათვაც შეუძლებელია, თავი არ ამიწევია ზემოთ, როგორც თვითონ ამბობს, იმიტომ რომ თავის აწევის საშუალებაც კი არ მქონდა იმდენად ძლიერად მიტყავდნენ. და ასევე განაცხადა, რომ მასთან ერთად დაკავებული პირი, რომელიც პოლიციაში შეიყვანეს, ესმოდა განწირული ყვირილი და კივილი, რომ მიშველეთ ცუდად ავარ და ასევე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ხმას აი ნებისმიერ სიტუაციაში ამოიცნობდა. პოლიციის მერვე განყოფილებაში, სადაც ტატუნაშვილის თქმით მასზე და ყაყიტაშვილზე პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტი განხორციელდა, ნაძალადევის რაიონული სამმართველოსაა განთავსებული. რანაირად აღმოჩნდა ეს ადამიანი უგონო მდგომარეობაში პოლიციის მერვე განყოფილებაში? მერვე განყოფილებას კახა პაპინაშვილი, ნაძალადევის რაიონულ სამმართველოს კი გიორგი გენგაშვილი ხელმძღვანელობს. შაბათის ეთერის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებზე ძალადობის მომენტში შენობაში იმყოფებოდა ასევე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლაშა ცხვიტარიაც. ყაყიტაშვილს რო ფიზიკურად გაუსწორდით, გეკაგელაძის ახალი ბრძანება იყო. ყაყიტაშვილს ფიზიკურად რა გაუსწორდით გაკითხვის ოთახში? გამარჯობა, ხო ნახეთ დღეს პროცესზე. შეიძლება, კი. კი, ყაყიტაშვილს ფიზიკურად რა გაუსწორდით? რა შეიძლება. ყაყიტაშვილს ფიზიკურად რა გაუსწორდით? გამომზადეთ ხალხო. ტატუნაშვილის ხუთმა პოლიციელმა. რასაკვირველოდ რატოცემთ? გამომზადეთ. საქმის გარჩევის გამო ტატუნაშვილი ვინცემა
ტატუნაშვილთან ერთად ვინცემა სასიკვდილოდ ყაყიდაშვილი. საქმის მასალებში, რომელიც გამოძიებას აქვს, რესტორნის გარე პერიმეტრზე მომხდარი დაპირისპირების გარდა არც ერთი სხვა ვიდეო მტკიცებულება არ დევს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ყაყიდაშვილი განყოფილების შენობაში გამოძიების მიზნით იყო და ის შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით გდანი ნაძალადების სამმართველოს შენობაში ყოფი აყლ დროის მოკლე პერიოდში გახდა შეუძლოდ და გონება დაკარგა. დარახველიძე მედიასთან ბრიფინგზე ვიდეო მტკიცებულებად მხოლოდ ჩხუბის ეპიზოდი გაასაჯაროვა. სინამდვილეში კი რა მოხდა? პოლიციის შენობაში მაშინ, როდესაც დაჭრაში ბრალდებული პირი კომაში ჩავარდა. დარახველიძემ განყოფილებაში დამონტაჟებული კამერების მიერ გადაღებული ვიდეო მასალა დამალა. მერვე სამმართველო როდის გაასაჯაროვებს ვიდეოკამერის ჩანაწერებს ყაყიდაშვილის ბურუსით მოსული სიკვდილის ფაქტზე. საქმის მასალებში არ დევს პოლიციიდან ამოღებული სათვალთვალო კამერის მასალები. თქვენ როდის გაასაჯაროვებთ ამ კამერის ჩანაწერებს? რადგან პოლიციას არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება და ამ დრომდე პოლიციის შიდა და გარე პერიმეტრზე განთავსებულ ვიდეო მასალას მალავს. ამიტომ ყაყიდაშვილის მეგობრები დარწმუნებულები არიან, რომ ორი პირის დაჭრაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებს ცემაში შემოაკვდათ. და ახლა მათი გეგმაა ყაყიდაშვილის გარდაცვალების ფაქტი ჩხუბში მონაწილე სხვა პირებს გადააბრალონ. თითქოს და გარდაცვლილმა ჩხუბის დროს ისეთი დაზიანება მიიღო, რამაც მხარეებს შორის ჩხუბის შემდეგ ზუსტად 6 საათში გამოიწვია ადამიანის გონების კარგვა და ძლიერი კომატოზური მდგომარეობა. ამანა დაჭრა, იმანა მოკლეს. პოლიციელებმა. რამდენი ადამიანი ურტყამდაო რა იცით? ეგრე არ ვიცით. რა შეიძლება ახლა რომელი აიღებს შენ კვლელობას აიღებს მო როცა არ გაგიკეთებია. ვიზა ავიღე. როგორია შანსი არ არის მოუცხარეს არ აიღებს თავის თავზე კვლელობას ხო? ფაქტია რომ კაცი მკვდარია. პოლიციელების წინააღმდეგ სკანდალური ჩვენება ირაკლი ტატუნაშვილმა სხდომათა დარბაზში 10 ივნისს გააკეთა. მოსამართლემ ჩვენება ცნობად მიიღო და საქმე შემდგომი მოკვლევის მიზნით კარლო კაციდაძის უწყებაში გადაგზავნა. 13 ივნისს პენიტენციურ დაწესებულებაში კაციდაძის უწყება თბილისის მერიის თანამშრომლებისგან პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტები უკვე მოისმინა. როდის დაიბარებენ განყოფილების თანამშრომლებს სპეციალურ საგამოძიებო ორგანოში ჯერ უცნობია.